მოგესალმებით და გეტყვით რომ ცელი ნაშრომია ეს და წარმოვადგინე თქვენს წინაშე წარმოვადგენ მოკლე ვერსიას სულ 7 გვერდია და წავიკითხავ ჩქარა მე მგონი ჩავეტევი 15 წუთში ანდაზა და მისი ვარიაცია თედო სახოკია შედგენილი ქართული ანდაზების წინასიტყვაობაში გამოცემის რედაქტორ აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია წერს სახოკიას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა რომ მას განზრახული ჰქონდა ყოველი ანდაზის მნიშვნელობა და დედააზრი აეხსნა თემატურად აელაგებინა და ანდაზებში ნახმარი სიტყვების ახსნა და თითოეული ანდაზის წარმოშობის ისტორია დაერთო დამთავრდა ციტატა იმ დროისათვის უკვე ხანდაზმულ ამაგდარ მწერალს და მკვლევარს თავისი ამ განზრახვის დასრულება ვეღარ მოუსწრია რაც ფრიად სამწუხაროა ჩვენ ვალში ვართ ქართული ანდაზების წინაშე ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოგვეპოვება ყველას აქვს ეს ჩვენს გარდა არ მოგვეპოვება ამ პოპულარული ჟანრის ტექსტთა ისეთი კორპუსი რომელშიც ანდაზები განმარტებული იქნებოდა მაგრამ ეს აუცილებლად გასაკეთებელია ხოლო მანამდე ყოველი ნაშრომი რომელიც ამ საშურ საქმეს წაადგება მისასალმებელია ბოლო წლებში რამდენიმე ასეთ ნაშრომი შევასრულე ეს დღეს რაც იქნება სრულიად ახალია პირველად თქვენს წინაშე წარმოვადგენ ამას ანდაზათა ჰერმენევტიკა ანუ ანდაზათა აზრის დადგენა არც თუ ადვილი საქმეა უწნარას ყოვლისა იმის გამო რომ ანდაზებში მეტად შეკუმშულად ლაკონიურად ელიფსისის გამოყენებით არის გადმოცემული სათქმელი გარდა ამისა სრთულეს ქმნის ანდაზათა მეტაფორულობა ხატოვანი მეტყველების თავისებურებები ასევე სემანტიკური ცვლილებები რასაც განიცდის ლექსიკა რის შედეგადაც ჩნდება სიტყვათა პოლისემია მრავალმნიშვნელოვნება ყველა ამ დაბრკოლებას აძლიერებს წმინდა სახით წარმოდგენილი ანდაზების უკონტექსტობა თუ ანდაზა მეტნაკლებად ვრცელ ტექსტში არის მოხმობილი ამა თუ იმ სიტუაციას ან ქმედების დასახასიათებლად ან შესაფასებლად მისი აზრის გაგება ძნელი არ არის მაგრამ ანდაზათა კრებულებში ამ ჟანრის ნიმუშები კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი რაც ბუნებრივი ართულებს მათი აზრის წდომას ძალიან ბევრი ანდაზის შინაარსი ხალხს არ ესმის უბრალოდ ანდაზა რომელსაც მის გვიანდელ ვარიაციასთან ერთად წინამდებარ ნაშრომში ჰერმენევტიკული კუთხით განვიხილავთ ერთობ გავრცელებულია ზეპირმეტყველებაშიც და ლიტერატურაშიც ის 4 სიტყვისგან შედგება ესენია როგორც გიჭირდეს ისე გიღირდესო პირველად იგი გვხვდება ქართულ ანდაზათა ნუსხაში რომელიც დაბეჭდილია დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი წიგნის ქართული ქრესტომატია ანუ გამოკრებილნი ადგილები ქართულთა წერილთაგან მეორე გამოცემაში სანქტ-პეტერბურგი 1863 წელი პირველ გამოცემაში რომელიც 46 წელს დაისტამბა ანდაზების ნუსხაში ის არ არის როგორც გეჭირებოდეს ისე გეღირებოდეს ამ ფორმით არის ის ჩუბინოვთან დროთა განმავლობაში ანდაზამ ოდნა ვიცვალა ფორმა მაგალითად პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში ასია როგორც გიჭირს ისე გიღირსო საბოლოოდ კი ამ სახით დამკვიდრდა და როგორც გიჭირდეს ისე გიღირდესო ასია ის სახოკიას კოლექციაშიც ხალხური სიბრძნის მეხუთე ტომშიც ხოლო მანამდე კი ეს ვარიანტი გვხვდება ხატრულ ტექსტებშიც ანდაზის აზრი ეს არის რაც ძალიან გჭირდება ბევრიც რომ დაგიფასონ ძვირიც რომ დაგიფასონ ბევრს ნუ იწუწუნებ და გადაიხადეო ანდაზა რომ სწორედ ამას გულისხმობს ნათლად ჩანს კლასიკოსთა თხზულებებიდან დამოწმებული გვაქვს ფრაგმენტები ილია ჭავჭავაძის აკაკი წერეთლის გიორგი წერეთლის ნაწარმოებებიდან მარტო ერთ მაგალითს მოვიტან ახლა ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანში სუტყნეინა ლუარსაბს ნიშნობისთვის საჭირო ფულის შოვნას დაპირდა სესხად ოღონდ გააფრთხილა მევახშე დიდ სარგებელს მოგთხოვს თუ მასზე შვიდ შაურსო ლუარსაბი დათანხმდა და თავის თანხმობა მასი გამოხატა რა უყოთ მივცემ როგორც გიჭირდეს ისე გიღირდეს ნათქვამია ამით იგულისხმა სარგებელი ბევრი წამივა მაგრამ რა ვქნა რაგი ამ საქმეს ასე სჭირდება გადავიხდი მეტი რა ჩარაო ეს ძვირფასი ანდაზა მაშინ მეტად საჭირო შეგონება დიდი ოსტატობით არის გადმოცემული სხარტად ლაპიდარული ფორმით ასე რომ მარტო ფოლკლორული კი არა ლინგვისტური ძეგლიც არის მისი შესაწყისები სხვა ენებზე არ იძებნება
რაც იშვიათი მოვლენა გახლავთ. ვიქტორ კუპრაძის გამოცემული აქვს ქართული ანდაზები რუსული და გერმანული შესატყვისებით და მე რუსული, ქართული და გერმანული და გერმანული, ქართული და რუსული. არც ერთ მათგანში ეს ანდაზა არ გვხვდება. რაც შეეხება პაპუნა წერეთლის შედგენილ ქართულ-რუსულ ანდაზებს 56 წელს გამოვიდა 1900 იქ ამ ქართული ანდაზის შესატყვისად დასახელებულია ორი რუსული ანდაზა. В поле и жук мясо საშინელი რაღაცა. და მეორე სენა нет, так и солома съедома. რაც ამ ქართული ანდაზის შესატყვისები არ არის. ცოტა კი გვანან, მაგრამ სხვა აზრის გამოხატველნი არიან. კერძოდ ამ აზრისა, როცა ხარისხიანი პროდუქტი არ გაქვს, უხარისხოთი უნდა გახვიდე იოლასო. შევადაროთ ქართულ ანდაზას, როცა ქშია ზაქარია, ცივიმჭადის შაქარია, რომელიც გავს ამათ, თუმცა მისი სათქმელი სხვა, შიმშილი უგემურ მჭადსაც, უგემურ საჭმელსაც გემრიელად მოგაჩვენებსო. ეს არის ქართული ანდაზის აზრი. სხვა ენებზე რომ ამანდაზას პარალელი ეძებნება, იმანაც მაფიქრებინა რომ ინტერნეტში განთავსებულია ჩინებული ნაშრომი ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტია, სადაც ქართული ანდაზების უცხოური პარალელები უხვად არის წარმოდგენილი. ამ ანდაზისთვის დაძებნილია 38 ანდაზა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, არაბულ ენოვანი ფოლკლორიდან და არც ერთი მათგანი არ არის ჩვენი ანდაზის შესატყვისი. თუმცა მსგავს სიტყვებს შეიცავენ. უმეტესობა იმაზეა თუ რას ჩაადენინებს ან რას მიაღწევინებს, რაც გაჭირვება. ნაწილი კი გვირჩევს იმით დაკმაყოფილდეთ, რაც გვაქვს. რამდენიმე ნიმუში შემიძლია მოვიტანო, აი მაგალითად, თქვა რუსული რამდენიმე რუსული ანდაზა ერთი ასეთია. нужда свой закон пишет. და მეორე სამსგავსი нужда крепче закона. სხვადასხვა სხვა რამე. გერმანულიდან ასეთია გაჭირვება დაცვს ცეკვას ასწავლისო. და სხვების მოკლედ არც ერთი არ არის მისი შესატყვისი. აქ ბევრი მაქვს ესენი ამოწერილი აღარ მინდა, ვერც ერთი ამათგანი ვერ გადმოსცემს ჩვენი ანდაზის სათქმელს. ხელოვნურ ინტელექტს მიუმართე დასახმარებლად. ვთხოვე, მითარგმნე ეს ქართული ანდაზა რუსულად. მომაქვს სიტყვასიტყვით ჩვენი დიალოგი. როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდეს. ის პასუხობს, ქართული ანდაზის, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდეს შინაარსობრივი თარგმანი რუსულად შეიძლება ასე ჟღერდესო. Как трудно достается, так и ценится. Ан ცოტა უფრო სახალხო ფორმით. Чем труднее досталось, тем дороже. გინდა დავამატო განმარტებებიც ან ვარიანტების სხვა ენაზეო მეკითხება დაამატე მეთქი ასე ჯერ განმარტება ანდაზა როგორც გიჭირდეს ისე გიღირდეს გულისხმობს რომ ადამიანი განსაკუთრებით აფასებს იმას რაც დიდი წვალებით შრომითან გაჭირვებით მოიპოვა რაც მეტად გიჭირს რაღაცას მიღწევა მით უფრო ფასობს მე ვეუბნები არა ეს ქართული ანდაზა სხვა რამეს გულისხმობს როგორც გიჭირდეს ისე გიღირდეს ნიშნავს თუ ძალიან გჭირდება რამე ძვრის რომ დაგიფასონ უნდა გადაიხადო სხვა გზა არ გაქვსო. აბა თუ შეიძლება ამ აზრის მოხერხებულად გადმოცემას რუსულ ან სხვა ენებზე. ის პასუხობს ChatGPT გახლავთ ის პასუხობს. მადლობა დაზუსტებისთვის მართლაც შენ მიერ ახსნილი მნიშვნელობა განსხვავებულია და გულისხმობს არა შრომის ფასს, არამედ იძულებას, როცა რაღაც ძალიან გჭირდება, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გადაიხადო, სხვა გზა არ გაქვს. ამგვარი შინაარსის გადმოცემა განაგრძობს სხვა ენებზე განსაკუთრებით ანდაზის სტილში მოითხოვს მოხერხებულად შერჩეულ ლექსიკას და ზოგჯერ თავისუფალ გადმოცემას. აი შესაბამისი ვარიანტები და იძლევა სწორ თარგმანს, რომელიც არც ფოლკლორში თვითონ გააკეთ ესენი. აი თქვათ коли прижмёт, заплатишь любую цену. მე ქართულადაც ამბობს, ანუ როცა ძალიან დაგჭირდება, გადაიხდე რამდენსაც გეტყვიან. ან და ასეთი нужда заставит и дорого купишь. თლატოლფასი არაო, მაგრამ ადრეთ ახლოს არისო. ამ ბოლო დროს გავრცელდა ამანდაზის ვერსია, სადაც გიღირდეს, ჩანაცვლებულია სიტყვით გილხინდეს.
როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. ამის მრავალი მაგალითია დღევანდელ მასმედიაში ნიმუშები მაქვს და ეხლა არ წავიკითხავ. ამას ერთ წავიკითხავ, მარტო როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო უთქვამთ და ხმელი პური გაუტეხავთ, თავისი დედაკაცები ჩადებული მწნილი მიუყოლებიათ, კვილის პარლიტიდან გახლავთ ეს ფრაზა ამოწერილი. ანუ ღარიბული სუფრი დაკმაყოფილებულა. ანდაზეს ეს ვერსია არ იძებნება არც ხალხური სიბრძნის მეხუთე ტომში, არც მეცნიერულს მიახლოებული, რომელიც მეცნიერულს მიახლოებული გამოცემა, არც პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში, არც ამ ჟანრის დიდი მოამაგის თედო სახოკიას ქართულ ანდაზებში. მათში მხოლოდ ის ვერსია, სადაც გიღირდეს არის. ეს ახალი ვერსია გამოჩნდა ანდაზათა ბოლო დროს გამოცემულ კრებულებში, რომლებიც არაპროფესიონალი ავტორები შედგენილია. ყველაზე ადრეული ნიმუში ახალი ვერსიისა, რაც მე შემხვედრია, მოიპოვება 1898 წლის ცნობის ფურცელში გამოქვეყნებულ კორესპონდენციაში. მიაბრეშუმეთა დაღონება, იქ კითხულობთ, მაგრამ წელს კი ბევრს გაუცროვდათ იმედი. რადგანაც აბრეშუმის თესლის სანთლით საძებარი შეიქმნა. მეორე კიდევ ის რომ ისეთ ძვირადაა, რომ ამ ბოლო დროს ოთხმანეთზე ავიდა კოლოფის ფასი. ეს კიდევ არაფერი, ნათქვამია, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. მაგრამ საუბედუროდ ამ მუმიათ ნაყიდთეს უვარგისობა დაეტყო ჯერჯერობით. აქ მას თავისუფლად შეცვლის ავთენტიკური ვერსია, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო. ვინაიდან აქაც მატერიალურ ზარალზეა ლაპარაკი, რაც მიაბრეშუმემ უნდა გასწიოს, თუ სურს წარმოება არ ჩაუვარდეს. ანდაზის ახალი ვერსია შემოქმნა მხატვრულ თარგმანშიც. 1954 წლის მნათობში დაიბეჭდა ბალზაკის მოთხრობის პოლკოვნიკ შაბერის იროდიონ ქავჟარაძის მიერ შესრულებული თარგმანი, რომელშიც კითხულობთ, მასთან ერთად ვინაწილებთ, რაც კი მაბადია. სამწუხაროდ ბევრი არაფერი გვაქვს, პური, რძე და კვერცხი, რა ვქნათ, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. აქ ასეთი ვითარებაა. აქ არ გამოდგება გიღირდეს, ხოლო რაც არის, ანუ როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, ამას გულისხმობს, რა ვქნათ, რაც გვაქვს, იმას უნდა დავჯერდეთ, ის უნდა ვიმყოფინოთ, ის უნდა ვიკმაროთ. რუსულ თარგმანში არის მას როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, რომ აქვს ვიროდიონ ქავჟარაძის, იმის ადგილას რუსულ თარგმანში წერია ნავაინე პავაენნომუ. ფრანგულ დედანში ამ ადგილას გვაქვს ცნობილი გამოთქმა ალაგერ კომ ალაგერ. აი ამას შეუსაბამა რუსულმა მთარგმნელებმა ნავაინე პავაენნომუ შეეძლო ეთქვა ნავაინე კაკნავაინე, ასედაც ამბობენ რუსები. ხოლო ქართველმა როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. ეს ფრანგული გამოთქმა ცხოვრების მძიმე პირობებთან შეგუებას გვირჩევს და სწორედ ამ შინაარსდებს ქართველი მთარგმნელი მის მიერ მოხმოვილ ანდაზაში. მიხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეს ფრანგული გამოთქმა ასეა განმარტებული. ომია ომი იყოს, ან შეიძლება ითქვას ასე, თუ ომია ომი იყოს. ან ვიმოქმედოთ ვითარების მიხედვით, შეუბრალებლად, როგორც ომში. ნამდვილ ომში, მაგრამ ეს გამოთქმა მარტო ამას არ ნიშნავს. თვითონ ფრანგები მას ასეც განმარტავენ, მე სხვანაირადაც. როდესაც ომია სამწუხაროდ, ეს განმარტება თარგმნილია პირდაპირ ფრანგულიდან. როდესაც ომია სამწუხაროდ ძალიან ცოტა რესურსი გვაქვს ხელთ და ამიტომ გვიწევს იმით დაკმაყოფილება, რაც გაგვაჩნია, რათა გადავრჩეთ. ამიტომაც ეს გამოთქმა ნიშნავს იმას, რომ არჩევანი არ გვაქვს, უნდა ვიმოქმედოთ იმ პირობებში, რაც გვაქვს და არ ველოდოთ არავის დახმარებას. ასე ესმის ის ჩვენს მთარგმნელსაც. ამიტომ უსადაგებს მას ანდაზის ამ ვერსიას, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. ამ ჩანაცვლებამ, რაც ალბათ გიღირდეს და გილხინდეს მსგავსი ჟღერადობის გამო მოხდა, უაზრობა და აქცია გამონათქვამი. რას გვირჩევენ? რა ზომითაც გიჭირდეს, იმ ზომით მოილხინეო. ანტონიმები გიჭირდეს, გილხინდეს ქმნიან ილუზიას, თითქოს დიალექტიკური აზრის შემცველ ფრაზასთან კონდეს საქმე, დაპირისპირებულთა ურთიერთგამსჭვალვის კონკრეტულ შემთხვევასთან. რაც ასე არ არის. ეს ისეთივე აზრს მოკლებული ნათქვამია, როგორც იქნებოდა თქვათ მისი მსგავსი ეს კონსტრუქციები, როგორც წუხდე, ისე გიხაროდესო, ან როგორც გეძნელებოდეს, ისე გიადვილებოდესო და მოგვაგონებს ცნობილ სახუმარო გამონათქვამს, არც ისე ცივა, როგორცაც ცხელა, რომელიც ერთი შეხედვით აზრიან ფრაზას გავს, მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ აშკარა ხდება მისი აბსურდურობა და ორი პატარა აბზაცი ბოლოს. ზემოთ დავიმოწმეთ პაპუნა წერეთლის კრებული.
სადაც ანდაზის როგორც გიჭირდეს ისე გიღირდეს შესატყვისა დასახელებულია სენანე და კი სალომას სიედომა როცა თივა არ არის ჩალაც იჭმება ისიც თქვით რომ ეს ამ ქართული ანდაზის სწორ შესატყვისად ვერ ჩაითვლება არადა ცხოვრებაში ხშირად იქნება ისეთი ვითარება რომლის დასახასიათებლადაც საჭიროა ამგვარი შინაარსის მქონე გამონათქვამი აი ამგვარი შინაარსი რა გაეწყობა რაც გვაქვს იმას უნდა დავჯერდეთ ის უნდა ვიმყოფინოთ ის უნდა ვიკმაროთ ზემოთაც თქვით და კიდე უნდა გავიმეოროთ აი ამ დამოკიდებულების განწყობის თუ მიმართების გამოსახატავად გაჩენილი ჩანს არაკორექტული როგორც გიჭირდეს ისე გილხინდეს მოთხოვნილება რა კი არსებობს ის უნდა დაკმაყოფილდეს მოიპოვება თუ არა ჩვენს ფოლკლორში ისეთი ანდაზა რომელიც გამოგვადგებოდა იმ ვითარებაში სადაც რუსები ამბობენ სენანეთ და კი სალომას სიედომა ამ ასეთ ანდაზას ვერ მივაგენი ანდაზას მაგრამ ანდაზური შეგონება არსებობს ანდაზა და ანდაზური გამონათქვამი ცოტა სხვადასხვა რამეა მაგრამ ძირითადად მაინც შეგონებებია ანდაზური გამონათქვამი ეს არსებობს მეგრული ანდაზების კრებულში რომლის ავტორები არიან რევაზ შეროზია და ომარ მემიშიში ხოლო რედაქტორი აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე გახლავთ 92 გვერდზე ვკითხულობთ მუთ გიღუნი თის გეჯერდია რაც გაქვს იმას დასჯერდიო თუ ამ ანდაზისებურ გამოთქმას თავში ან ბოლოში დაუმატებთ ერთ სიტყვას ნათქვამია ასეთ ენობრივ კონსტრუქციას მივიღებთ რაც გაქვს იმას დასჯერდიო ნათქვამია ეს ენობრივი კონსტრუქცია გამოდგება იმ კონტექსტებში სადაც ზემოთ განხილულ მაგალითებში წერია როგორც გიჭირდეს ისე გილხინდესო მადლობთ